ახლა სელენაზე არის აქ საუბარი, ეს არის ქალური არქეტიპი ადამიანში, რომელიც ვლინდება ძალიან პოზიტიურად, ზნობიერად შემოდიან ყველგარი რაღაცა ჩაკეტილობის და იმების გარეშე, თბილად, მყუდროდ, მათთან ურთიერთობა არის ძალიან სასიამოვნო, ძალიან ზრუნავენ შენზე და ის თხის ქულის კი არ აქვს, ეხა შენ ის უნდა გააკეთო, ეხა ემოციებში რო ხარ. იმიტომ რომ და დაგილაგებენ მე თხის ქულად, ხო? ძალიან მყუდრო ენერგია აქვს, აი ძალიან თბილები არიან, რაც არ უნდა იქ ლილიტები ყავდეთ, აი გელაპარაკება თბილად ადამიანი. აი სულ რო იქ მერკური ქალწულში ყავდეს, ვენერა თხისფრაში ყავდეს. თბილად გელაპარაკება, ქალებთან არიან ძალიან კარგები კაცები, მაგალითად ძალიან რბილები, თბილები, ძალიან გზნობიარები, გზნობებს გამოხატავენ ძალიან უპრობლემოდ. რაც ჭირდება ლილით კირჩხიბს, იცით? აი ამ გზნობების გამოხატვა. სელენას შემთხვევაში ადამიანი არის მზრუნველი, არის დაფარული ცოდნის პატრონი, ესე რა თქვა, თითქოს კირჩხიბი დაფარულ ცოდნასთან არის დაკავშირებული. სადღაც სელენასაც და ლილითაცაც ამ საიდუმლო ცოდნასთან ქონდა კავშირი. ადამიანს ხო რაღაც საიდუმლო ცოდნა, ახლა ეს საიდუმლო ცოდნა შეიძლება ინტელექტუალური იყოს, შეიძლება შეგრძნებითი იყოს, შეიძლება ეზოთერული იყოს რაღაცა. და ზოგს აშინებს ეს ცოდნა, ზოგს პირიქით, ახლა სელენას შემთხვევაში ძალიან კარგად იყენებენ, ხო? ფსიქოლოგიური მხარე მათთვის ძალიან წამყვანი არის. სხეულებრივი შეგრძნებები აქვს, სხვების შეგრძნებებიც მოდის, მაგრამ არ იკარგებიან ამ სხვების შეგრძნებებში. ხო, სელენა კირჩხიბებს რაღაცა ძვერი საიდუმლოს შენახვა ძალიან კარგად შეუძლიათ, რაღაც აი ნივთების, წარსულის, აი ამ წარსულში ძალიან ტრიალებენ, ძალიან უყვართ ეს წარსული ენერგია.